ყველას ესმის, რომ საბოლოო ჯამში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების სამუშაო პროცესი უნდა დასრულდეს პარლამენტში, სადაც უნდა მოხდეს კენჭისყრა და ეს ყველაფერი კანონში უნდა აისახოს და ამისათვის აუცილებელია, რომ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ხელისუფლება. და ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ მცდელობას და პოზიტიურ განცხადებას ხელისუფლების მხრიდან, რომ და მზაობას ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში. უბრალოდ აი ცოტა გაუგებარი იყო ამ შემთხვევაში უმრავლესობის ლიდერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ქართულმა ოცნებამ იდეალური გარემო, იდეალური საარჩევნების ჩასატარებლად უკვე შექმნა. და შესაბამისად, აი როგორი საოცარი არჩევნები ჩაატარეს ბოლო ორი არჩევნების სახით და თუ რამეა კიდე გამოსასწორებელი, მოდით ვისაუბროთ ამაზე და გამოვასწოროთ. მე უბრალოდ მინდა ვკითხო ბატონ გიას ის თulis, რომ ამ შემთხვევაში ის საარჩევნო გარემო, რომელიც პრაქტიკულად ხელუხლებელია დატოვებული, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა თავის დროზე, არც სისტემაა შეცვლილი, არც სიების ფორმირების წესია შეცვლილი, არც კონკურენტული გარემოა უზრუნველყოფილი სუბიექტებისათვის და შესაბამისად არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა შეზღუდული, ეს გარემო თუ მიაჩნია იდეალურად და ასე თქვათ მიღწევად ქართული ოცნების, ძალიან რთული იქნება საუბარი უბრალოდ. თუნდაც იმ მაგიდასთან, რომელიც აუცილებლად შედგება პარლამენტს გარეთ თუ პარლამენტში. შესაბამისად, მე მინდა რომ ვთხოვო უბრალოდ ქართულ ოცნებას, რომ კარგად გაიხსენონ ყველა ის დანაპირები, რომელიც მათ საზოგადოებას მისცეს არჩევნებამდე, რაზეც ვიბრძოდით ყველანი ერთად, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება იყო ოპოზიციაში და რა დროშა გვეჭირა ხელში. როგორ ფიქრობდით და როგორ ხედავდით და როგორ თავაზობდით საზოგადოებას და იმ დროინდელ ხელისუფლებისგან ვითხოვდით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, რის შეცვლას ვითხოვდით. თუ საარჩევნო სისტემა არ შევცვალეთ, მერწმუნეთ, აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით, არამედ ზოგადად პოლიტიკისადმი საზოგადოების დამოკიდებულების და ნდობის თვალსაზრისით. მარტივად გეტყვით, როდესაც ამომრჩეველი ხედავს, რომ აძლევს ხმას ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას და ხედავს, რომ ეს პოლიტიკური ძალა მაგალითად ვერ იღებს უმრავლესობას ამა თუ იმ საკანონმდებლო ორგანოში და მაგალითად ქართულმა ოცნებამ აიღო 44% ადგილობრივ არჩევნებზე თბილისში. მაგრამ მე ხედავს, რომ ეს პოლიტიკური ძალა 75%-ით აკონტროლებს ხელისუფლებას და თბილისში და დეპუტატთა რაოდენობას, ნუ ბუნებრივია, ყველა ხვდება, რომ აზრი არა აქვს პროცესს და იმედგაცრუებული რჩება და ელემენტარულად ხვდება, რომ ნდობის ფაქტორი საერთოდ არ არსებობს არჩევნების მიმართ. ეს არის ზოგადად პრობლემათა ძირი და ძირი, არა მხოლოდ საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ქვეყანაში მოვლენების განვითარების თვალსაზრისით. როდესაც უნდობლობა არსებობს საზოგადოების მხრიდან, შემდეგ იწყება ყველა უარყოფითი პროცესი. ამიტომაც, როდესაც ოპოზიციაში იყო დღევანდელი ხელისუფლება, ისინი თვლიდნენ, რომ სასწრაფოდ გამოსასწორებელია სწორედ ამ მიმართულებით მდგომარეობა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რა ვირუსით მოიწამლენ ასე ერთ წელიწადში და წელიწად ნახევარში, რომ ეხლა მარტო იმაზე ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაში მუდმივად უნდა იყვნენ, ნუ წარმოუდგენელი რამ არის, იმიტომ რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა არის გარანტი ხელისუფლებისათვის, რაც შეიძლება დიდხანს იყოს ხელისუფლებაში. იმიტომ რომ სულაც არ არის საჭირო აიღებ ნახევარზე ნაკლებს, მაგრამ მაჟორიტარებით აიღებ მერე უმრავლესობას. აიღებ 44%, 75% დეპუტატები შენია. როგორც ნაციონალური მოძრაობა იღებდა 2008-ში მაგალითად აიღო 57% თუ 56 ზუსტად აღარ მახსოვს და 99% დეპუტატებს აკონტროლებდა პარლამენტში. ანუ ეს მანკიერი დამოუკიდებლობა თუ არ შეიცვალა, არასოდეს არ შეიცვლება უკეთესობისაკენ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური თუ სხვა მიმართულებით რეალობა. იცით, ყველა ძირითადი პოლიტიკური ორგანიზაცია არასაპარლამენტო ფლანგზე ერთმნიშვნელოვნად აცხადებს მზაობას აღნიშნულ პროცესში ჩართვის თვალსაზრისით. უმრავლესობა მათგანი გუშინ რედისონში იყო შეკრებილი და შესაბამისად ღიად ვაფიქსირებდით უკვე არასამთავრობო სექტორთან ერთად მზაობას, რომ დავიწყოთ მუშაობა და მივმართავთ ამ შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციებს, უპირველეს ყოვლისა IFES, რომელსაც ყველაზე დიდი ტრადიცია აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში მსგავსი ფორმატების მოდერაციის. შესაბამისად და ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გუშინ შეიძლება არ იყო, მაგრამ წერილობით დაადასტურეს, რომ ისინი მზად არიან ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში. მე მოვისმინე მათი კომენტარები, ძალიან მიხარია ეს პროცესი, რომ როგორც კი დაიწყება უკვე IFES-ით ორგანიზებული სამუშაო ჯგუფი, ტრადიციით ესე ხდება ხოლმე, რომ IFES-ი ორგანიზებას უწევს, ქალაქ გარეთ გააქვს პროცესი, რომ სამუშაო გარემო შეიქმნას და 3 დღე სხედან პოლიტიკური პარტიები და ძალიან ასე ვთქვათ კონკრეტულად შვიდ გარემოში მუშაობენ ყველა დეტალზე, ყველა ნიუანსზე, რომელიც საარჩევნო კოდექსს, სისტემას და ასე შემდეგ თემებს შეეხება. აი როგორც კი ეს პროცესი დაიწყება და მე იმედი მაქვს ის ძალიან მალე მოხდება,
ყველა აცხადებს, რომ ისინი ერთმნიშვნელოვნად იქნებიან ჩართულები ამ პროცესში. მე ვერ წარმოვიდგენია სხვანაირად სიმართლე გითხრათ, რომ ამ პროცესში არ იყვნენ ისეთი ძალიან დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკური ძალები საარჩევნო სისტემაზე მუშაობის თვალსაჩინო, როგორც თუნდაც იგივე ახალი მემარჯვენეები არიან ან თავისუფალი საქართველო. ერთმნიშვნელოვნად მათ ძალიან სერიოზული და საინტერესო პოზიციები ყოველთვის ჰქონდათ და ყოველთვის ერთი მიმართულებით ხედავდით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობას. არა მხოლოდ შარშან, არამედ მოყოლებული აგერ უკვე დაახლოებით 6-7 წელიწადია, რაც ამ თემებზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რო გითხრათ რაღაცა სასაოცრად მოქნილი ბერკეტებია ამ თვალსაზრისით არასაპარლამენტო ოპოზიციის ხელში, ცოტა გადაჭარბებულ ილუზიებს შევქონი ამ თვალსაზრისით. თუ ხელისუფლებამ მოინდომა გაჭიმოს პროცესი და უბრალოდ გაიქცეს მოლაპარაკების მაგიდიდან, მას ამის გაკეთებას ვერავინ ვერ შეუშლის. ვერც ხელს გადაუგრიხავს და ვერც რაიმე პასუხისგებლობას დააკისრებს სამართლებრივ თვალსაზრისით. ერთადერთი რასაც ამით ხელისუფლება გააკეთებს და რაც ყველაზე დიდ ზიანს მიაყენებს მას, ეს იქნება საქვეყნოდ გაცხადებული გზავნილი და ჩვენ ამ გზავნილის მიტანამდე ხალხამდე დავეხმარებით, რომ ხელისუფლება არ აპირებს შეასრულოს თავისი დანაპირების საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ის აპირებს დატოვოს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სისტემა, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კოდექსი ძალაში, პრაქტიკულად ხათუნა გოგორიშვილის და მიხეილ მაჭავარიანის მიერ შექმნილი დაახლოებით 10 წლის წინ და მოირგოს ეს ყველაფერი თავის თავზე. ეს ყველაფერი იქნება მათი მხრიდან რეალურად გაცხადებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის სურვილი ნაკლებად აქვს ხელისუფლებას. თან ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს, რომ პროცესი ვერანაირად ვერ ჩაიკეტება პარლამენტში და მათსა და ნაციონალებს შორის პროცესის, თქვათ, გადაწყვეტა და საკითხების მოგვარება გამორიცხულია ერთი მარტივი მიზეზის გამო. უკვე ტრადიციულად, არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში ითვლება, რომ ისეთი საკითხები, როგორც არის საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხები, ეს არის თემები, რომელსაც აუცილებლად ჭირდება მაღალი კონსენსუსი. რაც გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად დიდი ჩართულობა უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების და მაქსიმალურად დიდი ჩართულობის უზრუნველყოფაა საჭირო არასამთავრობო სექტორის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რასაც ხდება საერთო თამაშის წესები, რომლითაც ყველამ ერთად უნდა ვითამაშოთ ამ თამაშის წესებით არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, თუ ამაზე არ არის კონსენსუსი, ძალიან რთულია საზოგადოებისათვის არჩევნების პროცესისადმი დობის დაბრუნება და ეს ხელისუფლების ინტერესში დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად უნდა იყოს. რამდენად ადეკვატურად ფიქრობენ ახლა ისინი, რომ მზად არიან გარკვეული ბერკეტები დათმონ, ეს მეორე საკითხია. იმიტომ რომ ხელისუფლება კარგად ხვდება, რომ მაჟორიტარების გაუქმებით, რასაც ჩვენ ვითხოვთ და ვითხოვთ ერთმნიშვნელოვნად მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციულზე გადასვლას, ეს ბუნებრივია ხელისუფლებას ძალიან სერიოზულად უკარგავს დეპუტატთა რაოდენობას შემდეგ საკანონმდებლო ორგანოებში. იმიტომ რომ 44%-ს რო აიღებს, 44%-ით შევა. პარლამენტი იქნება ეს თუ საკრებულო და არა 75%-ით, ხო? შესაბამისად, მათ ეს ძალიან კარგად იციან. ამიტომაც ამას ჭირდება ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნება. მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ჯერ არ არის იმ დონეზე მოწამლული, რომ ნაციონალებივით ფიქრობდნენ, რომ 50 წელიწადი ხელისუფლებაში უნდა ვიყოთ. გახსოვთ ალბათ 2000-იანი წლების დასაწყისში, რომ გამოგვიცხადა ხათუნა გოგორიშვილმა, რომ 50 წელი იქნება ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში. მე იმედი მაქვს, ამ დაგვარი, ასე ვთქვათ, კეთრით არ არიან მოწამლული დღევანდელ ხელისუფლებაში. თუმცა ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებული იმედი არ მაქვს, მაგრამ ნახოთ, ეს გამოჩნდება მათი პოზიციის დაფიქსირებისას, ოდესაც მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვებიან. აი ეს არის მთავარი ბერკეტი, რომელიც არის ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოებრივი ზეწოლა თუ გნებავთ ამ თვალსაზრისით ხელისუფლებაზე, რომ გააუმჯობესოს არსებული რეალობა. ნახოთ, თუ გიავოლსკი მიხვდება იმას, რომ იდეალური საარჩევნო გარემო არ შეუქმნია ქართულ ოცნებას ჯერჯერობით, ხო? მაშინ ის ელემენტად ადეკვატური იქნება იმ არასაპარლამენტო ანტიინტერპარტიულ ჯგუფში მუშაობის თვალსაზრისით, რომელიც აუცილებლად წარიმართება და იმედი მაქვს, რომ გაზაფხულზე მართლა დასრულდება და ერთუშულად მოეწრება ყველა ცვლილების განხორციელება. ჩვენ ვამბობთ, რომ 2 წით ადრე ეს ყველაფერი იმიტომ უნდა დაიწყოს, რომ მე აღარ გითხრა, რომ უკაცრავად, მაგრამ აი ვეღარ ვასწრებთ, აგერ არჩევნები კარს მოგვადგა, ძალიან კი გვინდა, მაგრამ ბოდიშით, დრო აღარ აგვაქვს. ასე ხდება უკვე ტრადიციულად, იმიტომ რომ ყოველთვის საარჩევნო პროცესის ცვლილების თემა, ასე ვთქვათ, იწყება ხოლმე არჩევნებამდე 5-6 თვით ადრე, კარგ შემთხვევაში. ამიტომაც ახლა კალენდარული თვლით, ასე ვთქვათ, კალენდარული
სტანდარტული დროის გათვალისწინებით, რომელიც 2 წელიწადშია საპარლამენტო არჩევნები, ვიწყებთ 2 წლით ადრე. თუმცა არ გამოურიცხავთ ასევე, რა თქმა უნდა და ძალიან ბევრს ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ამ ქვეყანაში, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისები დაუძლიოთ და ელემენტარულად ქვეყანა ამ ერთ ადგილზე ტკეპნისაგან გავათავისუფლოთ, მაგრამ რეალურად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში არავითარი არც ვადამდელის და არც ვადიანი არჩევნების ჩატარებას აზრი არ ექნება, თუ არ შევცვალეთ ეს სისტემა. თუ 44%-ით პარტიამ ისევ 75% აიღო, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვადამდელს ჩაატარებ, ვადიანს ჩაატარებ თუ გადავადებულს ჩაატარებ. არავითარი მნიშვნელობა. მთავარია რომ სისტემა შევცვალოთ და მერე ვიფიქროთ არჩევნების ჩატარებაზე. ამიტომაც დავიჭირეთ თადარიგი არასაპარლამენტო ოპოზიციამ გაცილებით დიდი ხნით ადრე, ვიდრე ნებისმიერი რაღაცა აქტივობა არჩევნების თვალსაზრისით მოგვიახლოვდება. ვადამდელიც იქნება ეს თუ ვადიანიც. არა, ამ შემთხვევაში კოალიცია ეს არის საარჩევნო ფორმატი, რაც შეეხება საარჩევნო თვითონ გარემოს გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფს, აქ ჩართულები ვართ კოალიციის მხრიდან აბსოლუტურად ცალ-ცალკე იღებენ მონაწილეობას პოლიტიკური სუბიექტები, ეს არის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, ეს არის ქართული დასი და მემარცხენე ალიანსი. ისინი ინდივიდუალურად იღებენ ამ ფორმატში მონაწილეობას, ისევე როგორც ინდივიდუალურად ვიღებთ პარტიები მონაწილეობას მიუხედავად კოალიციებისა, მაგალითად საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. შესაბამისად, თუმცა კიდევ გეტყვით, ამას არავითარი გადაწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო. არასაპარლამენტო ფლანგზე პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია ვთანხმდებით და არაერთხელ ვართ შეთანხმებულები ყველა იმ საკითხზე, რომელზეც ახლა ისევ ვიწყებთ მსჯელობას. პირადად მე უკვე მეხუთეჯერ ვიღებ მონაწილეობას ამდაგვარ ფორმატში, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ხან წინა, ხან დღევანდელი ხელისუფლების არაადეკვატურობის გამო ეს პროცესი მუდმივად თავიდან იწყება ხოლმე ყოველი არჩევნების შემდეგ. სამწუხაროდ დღესაც ისევ თავიდან ვიწყებთ ამ პროცესს, მაგრამ განმასხვავებელი სწორედ ის არის, რომ დღეს ძალიან დიდი ხნით ადრე ვიწყებთ და არა 5 თვით ადრე არჩევნებამდე, ამიტომ ვერავინ ვეღარ გვეტყვის, რომ იცით რა, ეხლა ვეღარ მოვასწრებთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ბიომეტრიული სიები, ხო? ყბადაღებული ბიომეტრიული სიები, რომელზეც ამდენი წელია საუბარი მიმდინარეობს, ხო? რომელზეც დღევანდელ კოალიციაში ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები პრეზენტაციებს აწყობდნენ და საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ ეს გარდაუვალი აუცილებლობაა და სამ თვეში ამას ყველაფერს მოახდენენ. დღეს გვეუბნებიან რომ თუნდაც წელი არ ყოფნის ამას ყველაფერს ამის გაკეთებას. აი დღეს ჩვენ ვთავაზობთ ნოემბერში იწყება საყოველთაო აღწერის პროცესი. გაგრძელდება დაახლოებით 2 კვირა. უამრავი ადამიანია ჩართული ამ პროცესში, რომელიც აღწერს ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, ამ ადამიანებს აქვთ ხელფასი გამოყოფილი, ჯგუფებია შემუშავებული. ჩვენ შეგვიძლია ამ ადამიანებს დამატებით, უბრალოდ აღჭურვოთ ეს ადამიანები შესაბამისი აპარატურით, რომელიც ბიომეტრიულ სურათს გადაუღებს ჩვენს მოქალაქეებს და აღწერასთან ერთად ფოტოსურათიც გადაუღონ. შესაბამისად, ეს 10-ჯერ უფრო იაფი დაждდება, ვიდრე ცალკე ამ პროცესის წამოწყება, ხო? შესაბამისად, აღწერისთან ერთად პარალელურ რეჟიმში დავდებთ მაგიდაზე ჩვენი მოსახლეობის 80%-ის თუ მეტის არა, მე იმედი მაქვს, ბიომეტრიული ტექნოლოგიებით შემდამუშავებული ფოტოსურათის, ასე ვთქვათ, სიას და 80%-ით წავიწევთ წინ. გაცილებით უფრო იაფად ვიდრე ცალკე ამ პროცესის წამოწყება. აი ხა ხელისუფლებას უკვე მე მილიონეჯერ ვეუბნებით ამ ინიციატივის შესახებ. ჯერჯერობით ყურადღებას არ გვაქცევენ. ჯერჯერობით ასე ვთქვათ, ერთ ყურში უშვებენ, მეორედან გამოუშვებენ. არა და აი ნახავთ, ეხა ისინი თუ არ გააკეთებენ ამას, ნოემბრის შემდეგ გვეტყვიან, თქვენ გინდათ რომ ჩვენ ეხა დიდი ფული გამოვყოთ ბიუჯეტიდან ბიომეტრიული სიების გასაკეთებლად და თქვენ გინდათ რას მოვაკლოთ პენსიებს და იწყება ესეთი აბსურდული დემაგოგია. ამიტომ ეხლა ვეუბნებით, მე რომ პენსიების შემცირებაზე და ფულის დაკლებაზე არ დაგვადანაშაულონ, რაღაცა მორიგის ღაპრები არ მოგვიყვნენ. დღესვე გაცილებით იაფად შეიძლება ამ ყველაფრის უზრუნველყოფა ამ აღწერის პარალელურ რეჟიმში ამ საკითხის მოგვარების თვალსაჩინო.